საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის შესაძლოა იგრძალოს. რატომ აპირებს ხელისუფლება ამ რადიკალური ზომების მიღებას? ბიზნეს კოდის სტუდიაში სასაუბროდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამნიაშვილი მოვიწვიეთ. მოგესალმებით ბატონ გიორგი. მოგესალმებით. ბატონ გიორგი, მე პირადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა თუ შეიძლება მაყურებლისთვის რომ ავხსნათ, რატომ ვაპირებთ რომ აგრძალოთ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი? ეს არის ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის შეზღუდვა, აკრძალვა. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი იმ პროექტის, რომელიც პარლამენტში არის შესული, ამ ცვლილებები კანონში ვალისა და ღვინის შესახებ. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება წამოვიდა, ეს იდეა წამოვიდა კერძო სექტორიდან, თქვენ კი ახსენებთ, თქვა 500,000 ლიტრი ღვინო არის ექსპორტზე გასული შარშან 2016 წელს ჯამში, თუმცა ჩამოსხმული ღვინო, ანუ ბოთლში დაფასებული ღვინო გავიდა 50 მილიონი ბოთლი თითქმის. ასე თუ შევადარებთ, ძალიან მცირე არის წილი ჩამოსასხმელი ღვინის. თუმცა, თქვა იგივე ჩამოსხმული ღვინო კონტროლდება ვენახიდან დაწყებული რთველის გავლით და ბოთლში ჩამოსხმამდე და სერტიფიცირდება ძალიან მკაცრად და ესეთი გამჭვირვალედ საქართველოში. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ღვინო გადის ჩამოსასხმელი სახით, რამდენი ღვინო ჩამოისხმება და სად გაიყიდება, ამის მიდევნება ჩვენთვის მოგესალმებით რთული კი ფაქტობრივად შეუძლებელი არის. ამიტომ რამდენიმე ბაზარზე გაჩნდა ეჭვი, რომ თქვა გატანილი ის 500,000 ლიტრი ღვინო უფრო მეტი რაოდენობით ჩამოისხა და გაიყიდა ბჭყალებში, ვიდრე აქედან წავიდა. და ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ პირველი არ იყოს ესეთი რისკები გასული ღვინის გაყალბების, მეორე ეს მიკვლევადობა არეული იყოს თუნდაც იგივე ხარისხის მიმართულებით და მესამე იმიჯისთვისაც იაფასიანი ჩამოსასხმელი ღვინის გატანაზე უფრო მომგებიანია, რომ ქვეყნიდან გავიდეს დაფასებული შემოწმებული ღვინო. ძალიან მარტივად რომ გადავიან გაიშოთ ეს 500,000 ტონა ღვინო, ალბათ ლიტრი, ეს იქნება დაახლოებით 700,000 ბოთლი, ხო? ანუ ეს 50 მილიონთან შედარებით გადამწყვეტი არ არის, მაგრამ როგორც ვიცი, სხვა პრობლემა არის ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ღვინის მასალა, ანუ ეს ღვინო ჩამოსასხმელი ღვინო, როდესაც მიდის საზღვარგარეთ, შემდგომ უკვე იქ ქარხნები უფრო მეტ ესე ვთქვათ ბოთლ ღვინოს აწარმოებენ, ვიდრე მათ ამისთვის ჰქონდათ რეალურად ეს ღვინის მასალა. ამის საშუალება მათ აქვს და ამის შემოწმება ჩვენთვის თუნდაც ღვინის გარევით სავარაუდოდ, ხო? ალბათ სხვა ღვინო, უფრო იაფიანი ღვინის გარევით შეიძლება მოხდეს ეს უფრო მარტივად, თორე ქართული ღვინო მოგეხსენება, თუნდაც ჩამოსასხმელი სახით ყველაზე იაფი ღვინო რაც გადის, ის მაინც უფრო ძვირია ვიდრე ბევრი დიდი ღვინის წარმოებელი ქვეყნის ღვინო. ასე რომ მათ შეუძლიათ ეს ღვინო იყიდონ და შეეცადონ. ეს მაინც არის ეჭვები, თუმცა ისეთი ეჭვებია, რომელიც შეიძლება დადასტურდეს. კარგი ლოგიკური საფუძველი ამას ნამდვილად გააჩნია. კი ბატონო. ჩვენს სტრუქტურას რო შევხედოთ საექსპორტო ბაზრების, როგორც ვიცით, რუსეთი სტაბილურად დაახლოებით 60-დან 70%-მდე იკავებს ჩვენი ღვინის ექსპორტის, თუმცა მეორე ადგილზე უკვე საინტერესო მოთამაშე ჩინეთი წამოიჭრა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენთვის მიზანშეწონილი ჩინეთზე მაქსიმალური აქცენტის გაკეთება? ჩვენ სოფლის სამინისტროს ღვინის სააგენტოს კერძო სექტორს ზოგადად შემოშალებული გვაქვს სტრატეგია, მარკეტინგული სტრატეგია ჩვენი დარგის განვითარების და აქ გავსაზღვროთ ესეთი პრიორიტეტი, რომ მიზანი არის, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია ჩვენი საექსპორტო ბაზრების. თქვათ იგივე რუსეთი იქნება უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი. პროცენტული წილის შემცირება, თუმცა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ექსპორტი უნდა გაიზარდოს, მაგრამ ექსპორტი უნდა გაიზარდოს ასევე მნიშვნელოვნად სხვა მიმართულებებით, იმიტომ რომ არ იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ რეგიონზე ან ერთ კონკრეტულ ქვეყნის ბაზარზე. ამიტომ ეს მიმართულებების განისაზღვრა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის კონტინენტი, კანადასთან ერთად, რომელიც საკმაოდ კარგად ვითარდება, თუმცა რა თქმა უნდა, დიდი სამუშაოები არის ჩასატარებელი და დრო დაგჭირდება, იმიტომ რომ შედეგს რომ მივიღოთ. ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი და აზიაში ჩინეთი და იაპონია. უბრალოდ ამ სამუშაოებში გამოიკვეთა, რომ ჩინეთი ძალიან ესეთი, როგორ ვთქვათ, ძალიან კარგად მოერგო, ჩვენ ძალიან დროულად შევედით ჩინეთის ბაზარზე და დავიწყეთ ჩვენი მარკეტინგული აქტივების გაკეთება, თან ძალიან შეთანხმებული და თანმიმდევრული იყო ის ღონისძიებები, რაც გახორციელდა ჩინეთის ბაზარზე. მთავრობის დონეზე იქნებოდა კერძო სექტორის დონეზე თუ იგივე სპეციალისტები ინსტიტუტების დონეზე, იმდენად აქტიური იყო ჩვენი მუშაობა და ძალიან მალე მივიღეთ ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს. ჩვენ ფაქტობრივად 5 წლის წინ ფაქტობრივად არაფერს არ ყვეგდით ჩინეთის მიმართულების, თუმცა ყოველწლიურად ორმაგდება. კარგი ზრდის ტემპი. კარგი ზრდის ტემპი და ზოგადად ქართული ღვინო, ცნობადი ღვინო არის ჩინეთის ბაზარზე, რომელმაც ახლა ხანს ბოლო 10 წელია დაიწყო ღვინის მოხმარება, ღვინის წარმოება ძალიან განავითარა, მაგრამ მისთვის საქართველო არის ისეთივე ევროპული ქვეყანა და ისეთივე ახლობელი, თქვათ ღვინის მიმართულებით, როგორც სხვა ჩვენი ასე ვთქვათ კონკურენტი ქვეყნები. გასაგებია. ესეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ მას შემდგომ რაც ასოცირების ხელშეკრულება სრულიად შევაძალაში, საუბარია დაახლოებით 2020 წელისთვის, როდესაც ყველა ის ნორმა ამოქმედება საქართველოში, რომელიც ეს ხარისხს უკავშირდება, სერტიფიცირებას თუ ასე შემდეგ, იყო მოსაზრება, რომ საქართველოს შესაძლოა რუსეთის ბაზარი დაკარგოსო. იმიტომ რომ ფასი გაიზრდებაო, მოსალოდნელი არისო და ერთი და მეორე აი სტანდარტები ევროკავშირის და რუსეთის შეიძლება განსხვავებული იყოს. აი ეს მოსაზრება რამდენად
არის ჭეშმარიტება. სტანდარტებსაც შეეხება, ზოგადად ჩვენი კანონი ვალსა და ღვინის შესახებ შემუშავდა 97 წელს, უბრალოდ მიღებული იქნა 97 წელს, და როდესაც მუშაობა დაიწყეს ამაზე, დასაწყისშივე აღებული იქნა, თქვათ მაგალითად, ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც ალბათ ყველაზე დახვეწილია მსოფლიოში დღესაც და მაშინაც ესე იყო. ასე რომ ჩვენი კანონმდებლობა უკვე მორგებული იყო ევროსტანდარტებს და იგივე თუნდაც იმ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ღრმა და ყოველმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩვენ ფაქტობრივად არ დაგვჭირებია ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა უკვე მორგებული იყო ევროკავშირის და ისედაც გადიოდა ექსპორტზე ევროკავშირის კანონმდებლობა. ისედაც გადიოდა კი ბატონო. რაც შეეხება რუსეთში ჩატარდა რეფორმა და რუსეთის სტანდარტები ძალიან დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, ასე რომ აქ სხვადასხვაობა არ არის, ჩვენი ღვინო აკმაყოფილებს. ან რუსულ ბაზარს ჩვენ ამის გამო არ დავკარგავთ. არანაირად საფრთხე რუსეთის ბაზარს არ ემუქრება. გასაგებია, ბატონ გიორგი, კიდევ ესეთი თემა აქტუალურია, რომ ქართული ღვინო უნდა გაიზარდოს, ანუ მისი ფასი უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ის საფასო სეგმენტი, სადაც ის დღეს არის წარმოდგენილი, არ არის მისთვის ხელსაყრელი. თუ შეიძლება ესეც რომ გავუმართოთ ეს. კი ბატონო, ზოგადად ქართული ღვინო უკვე წარმოებიდან ექსპორტის მომენტშიც უკვე ცოტა უფრო ძვირი ხის, ცოტა არა, საკმაოდ ძვირი ხის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან სხვა იაფასიან ღვინოებს, როგორც არგენტინული ღვინო ან ჩილეს ღვინო. ჩილეს ღვინო, რომელიც არის ესპანეთის ღვინო, რომელიც ალბათ 10 ჯერ თუ არა გაცილებით უფრო იაფია ვიდრე ჩვენი ღვინოები. ეს მოდის იქიდან გამომდინარე, რომ ყურძენი ჩვენთან გაცილებით ძვირია ვიდრე სხვა ქვეყნებში. შემდეგ წარმოების პროცესი საკმაოდ არ გვყავს, ჩვენ დიდი მარნები არ გვაქვს, ჩვენთან მაინც საშუალო მცირე მარნები არის უფრო განვითარებული და სხვადასხვა მიზეზის გამო. და პლუს ამას ემატება, რომ ქართული ვაზის ჯიშები, მას დასახელებები, ხვანჭკარა იქნება ეს თუ თქვა ღვინის დასახელება, საფერავი, შედარებით ადვილი წარმოსათქმელია, მაგრამ ზოგადად ძნელი ქაწითელი, ძნელი დასამახსოვრებელია მასიური მომხმარებლისთვის. ხვანჭკარა ისე არც ისე მარტივია უცხოელისთვის ალბათ სათქმელად და დასამახსოვრებლად. სწორედ ამიტომ თქვა ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ იაფასიან სეგმენტში არ უნდა ვიმუშაოთ. პირველი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ღვინო ძვირი არის და წავაგებთ. მეორე ის, რომ ჩვენი სახელები არ არის ისეთი მარტივი, რომ იაფასიანი ღვინის მომხმარებელმა დაიმახსოვროს. ამიტომ ჩვენ უმიზნებთ საშუალო და საშუალო პლუს სეგმენტს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის ახალ კატეგორიაში გადავდივართ. პრინციპში ეხლაც საშუალო სეგმენტში იყიდება ჩვენი ღვინო, საშუალო პლუსშიც არის, თუმცა ხანდახან შეინიშნება ტენდენცია, რომ შეიძლება ცოტა იაფია სეგმენტში ჩამოვიდეს. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ რაოდენობის დასთან ერთად ფასი შენარჩუნდეს და გაიზარდოს. ასე რომ ამას რა თქმა უნდა კერძო სექტორთან ერთად შეთანხმებით უნდა მივიღოთ. კი ბატონო, ბატონ გიორგი, აი ესეთი პირადად მეც მაინტერესებს, რომ სად არის ის ზღვარი, რამდენის წარმოება შეუძლია საქართველოს ღვინის მილიონ ბოთლებში რომ ავიღოთ, იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება ჩვენ ხა სასურველია რომ ექსპორტი გაიზარდოს, მაგრამ ვერ გავზრდით ალბათ მილიარდ ბოთლამდე, ხო? გვაქვს მაგალითად ზედაჭერი 100 მილიონი ბოთლი, ან შეიძლება ნაკლებიც, აი რამდენია? თუ ავიღოთ ჩვენ სტატისტიკას გადავხედავთ, შანშან ექსპორტზე გავიდა 50 მილიონი ბოთლი, თუმცა ჩვენ გვქონდა პოტენციალი რომ 60-70 მილიონი ბოთლი გასულიყო ექსპორტზე. წელს ველოდებით რომ ექსპორტი გაიზრდება დაახლოებით ამ 60 მილიონს ალბათ უნდა გადაცდეს წინასწარ, თუმცა რა თქმა უნდა ციფრების თქმა ძნელია და უახლოეს მომავალში 5-7 წელიწადში ჩვენ გეგმავთ რომ დაახლოებით 100 მილიონზე ავიდეს წარმოება ღვინის. ეს საუბრობთ ჩვენ ექსპორტზე, თორე ერთი ამდენ ღვინოს საქართველოს მოსახლეობა საქართველოში მოიხმართ. არა ბოთლებში, არამედ უფრო ჩამოსასხმელი სახით სამწუხაროდ ესეც უნდა ითქვას. იგივე საბჭოთა კავშირის პერიოდს თუ ავიღებთ 80-იანი წლები, რაოდენობა გაცილებით დიდი იყო, თუმცა ჩვენი სტრატეგიული მიზანი არ არის რომ იმ ძალიან გრანდიოზულ ციფრებს დაუბრუნდეთ. ხარისხთანაც იყო გარკვეული პრეტენზია, რომ ეს ფალსიფიცირების ხარჯზე რა თქმა უნდა არა მხოლოდ ქართული ღვინის ხარისხთან კი არ იყო იმდენი პრობლემა, არამედ ფალსიფიკაცია იყო მაღალი და შესაბამისად რეპუტაციაც უჭდებოდა ქართულ ღვინის. მე ვიტყოდი, მე მაშინ არ მუშაობდი დარგში, ძალიან ბავშვი სკოლაში დავდიოდი, თუმცა მე ამ განმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცოტა გაზვიადებულია, ეს თქვა წარმოდგენილი ფალსიფიკაციაზე, რაც მაშინ იყო, რაოდენობა მართლაც იყო და ხარისხიც არ იყო იმ დროს, რაც იყო მოთხოვნები, იმასთან შედარებით ქართული ღვინო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. გასაგებია. ბატონ გიორგი, უცხოელებში რომელი ქართული ღვინო გამოირჩევა ყველაზე მეტად პოპულარობით, აი რომელს ანიჭებენ ისინი უპირატესობას? ჩვენ ბაზრებში შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. ის ტრადიციულ ბაზრებზე უფრო მეტი არის ინფორმაცია, იგივე თუნდაც რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, თუ ყაზახეთი, მეტია ინფორმაცია ქართული ღვინის მრავალფეროვნების შესახებ და დასახელებებიც უფრო გაშლილია, თქვა მუკუზანი იქნება ხვანჭკარა და ქინძმარაული რჩება მაინც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დასახელებად. ახალ ბაზრებს რაც შეეხება, აქ ეს დასახელებები როგორც ვთქვით, რთული დასამახსოვრებელია, ასე რომ მაინც ვიწყებთ საფერავი არის ყველაზე პოპულარული, იგივე ჩინეთი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის პირველი საფერავი და დასახელება ასეთი პრობლემატურია, ხომ არ ურჩევთ თქვენ ღვინის წარმოებლებს, თუმცა ალბათ ესეც სხვა პრობლემებსაც დაუკავშირდება, იგივე რომ ხვანჭკარას არა ხვანჭკარა ერქვას, არამედ სხვა სახელი, მაგრამ თუ არის მიზანშეწონილი რომ უფრო
დამახსოვრებადი სახელების რაღაც ელემენტი შევიტანოთ. სოციალურ ამაზე იყო საუბარი დაახლოებით 10 წლის წინ ექსპერტების ერთ-ერთი მოსაზრება იყო, თუმცა ჩვენ ავიჩეთ მეორე მიმართულება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომხმარებელს ჩვენი თულად დასამახსოვრებელი სახელები, მაგრამ როდესაც მათ ეცოდინებათ ეს რთული სახელი, მათ ეს არასდროს არ დაავიწყებათ. იგივე ხვანჭკარა შესაძლოა ძლიერი წარმოსათქმელი იყოს, მაგრამ გაწმუნდეთ ის მომხმარებელი, ვინც იცნობს ხვანჭკარას, არ ივიწყებს ამ სახელს და თუნდაც იგივე ტრადიციულ ბაზრებზე ხვანჭკარა ქინძმარაულთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახელება არის. გასაგებია და ბოლოს შეკითხვა, თუ გაქვთ კიდე სხვა გეგმები, რომელიც ღვინის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს, როგორც ადგილობრივი, ასევე რა თქმა უნდა საერთაშორისო ბაზარზე. კი ბატონო, ჩვენი გეგმა არის მთავარი გავყვეთ იმ სტრატეგიას, რომელიც შემუშავდა რამდენიმე წლის წინ, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია და ის ამოქმედო გეგმა ყოველ წელს მოვარგოთ, თქვათ, ახალ გამოწვევებს, ახალ მდგომარეობას ბაზარზე, თუმცა ის სტრატეგიულ მიმართულებებს არ უნდა გადაუხვიოთ და დივერსიფიკაცია ისე უნდა დარჩეს ქართული ღვინისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მაყურებელს შევახსენებ რომ ბატონი გიორგი სამანიშვილი იყო ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიზნეს